მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური განცხადებები შეიძლება განსხვავდებოდა უკან კულისებში რა ხდებოდა იმისგან, რეალურად მოლაპარაკებების მაგიდასთან რა ხდებოდა, დღეს ვინაიდან არსებობს შესაძლებლობები, რომ მასობრივად მივაწოდოთ ხალხს ხმა სოციალური მედიით და ასე შემდეგ, ეს განცხადებები შეიძლება კეთილი განცხადება იყოს, რაღაცისკენ მიმართული იყოს, რაღაც მიზანს ემსახურებოდეს პოლიტიკურს და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყოს მასებზე ზეგავლენისთვის და ამას ძალიან კარგად იყენებს რუსეთი, იმიტომ რომ მთლიანი პროპაგანდის მანქანა მობილიზებულია, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის დეტალების. ხო, თუნდაც იმაზე მე ხლა გავიხსენებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც შეუტიეს USAID-ის გაუქმებით ილონ მასკმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, ეს ძალიან ხშირად გამოიყენებოდა რუსული მედიის მიერ იმის ასახსნელად, რატო გადაწყვიტეს მათ გაეუქმებინათ, აეგრძალათ, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ასე გადაჯაჭვულია ეს განცხადებები დღეს ეს ინფორმაცია არ იკარგება, ყველას ყველაფერი ესმის და შეიძლება გამოყენებული იქნას.